წმინდა მამათა დარიგებანი. ჯერ თავი გაისუფთავე და მერე გაასუფთავე სხვა. ჯერ შენ გახდი ბრძენი და შემდეგ შეეცადე სხვას მისცე სიბრძნე. ჯერ შენ გახდი ნათელი და შემდეგ მიეცი სინათლე სხვას. ჯერ შენ მიუახლოვდი ღმერთს და შემდეგ გაუძახი მისკენ სხვას. ჯერ თავი განიწმინდე და შემდეგ შეეცადე განწმინდო სხვაც. გრიგოლ ღვთისმეტყველი. ამხილე გარყვნილი შენი ღირსეული ცხოვრებით. ისინი კი, ვისაც ურცხვი გრძნობები აქვთ, თვალის შეკავებით. წმინდა ისააკ ასური. იცრუო ნიშნავს უფლის მიმართ უგუნური ზიზღი გამოამჟღავნო, ადამიანთა მიმართ კი სულმოკლე შიში. ადამიანთა შორის არ არსებობს უფრო ცოდვილი ჩვეულება, ვიდრე სიცრუე. როგორც ძნელია იპოვო უფხო თევზი, ასევე ძნელია შეხვდე ადამიანს, რომელიც არ ცრუობს. ცუდად იქცევა ის მწყემსი, რომელსაც უყვარს გამუდმებით მხოლოდ თავისი სამღვდელო წოდების ავტორიტეტზე დაყრდნობა იმ იმედით, რომ ამ გზით აიძულებს თავის სამწყსოს მას უსმინოს და დაემორჩილოს. აწინდელ დროში უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე უყურებენ არა წოდებას, არამედ თვითონ ადამიანს. როგორია იგი, რას წარმოადგენს და რამდენად შეეფერება თავის წოდებას. შეიძლება მისი ნდობა თუ არა, აუცილებელი თვისება, რომელიც მოეთხოვება მწყემსს მისი სამწყსოს მსახურების ნაყოფიერებისთვის გულწრფელობაა. თავის სამწყსოში ვნებების გამოვლენებებთან წარმატებით ბრძოლას მწყემსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ კი სამწყსოს წევრები ვერ ნახავენ ამავე ვნებებს თავიანთ მწყემსში. მთავარეპისკოპოსი ამბერგი დაუშევი. ადამიანის კეთილი ნება საცდურებისგან შორს უჩვეულოდ ძლიერდება და მტკიცდება, ხოლო საცდურთან სიახლოვისას სუსტდება და სრულიად ირყმნება. მსგავსად ყინულისა, რომელიც სიცივეში უფრო და უფრო მყარდება, სითბოს ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი კი დნება და ქრება. ამგვარად ძმანო და დანო, მოვერიდოთ ქალებთან ნაცნობობას, მათთან ხშირ შეხვედრებსა და საუბარს. ვისაც გსურთ გაიმარჯვოთ ადამიანურ ბუნებაზე, უწყოდეთ, რომ ამგვარი გამარჯვება შეუძლებელი იქნება, თუ მუდმივად ამავე ბუნების გავლენის ქვეშ ვიქნებით და მუდმივად წავახალისებთ მას. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.